ბეკა მინდა რომ გაიყონოთ ოთახი. ირუ, აბა, როგორ ხარ? რა. ძალიან ლამაზი ხარ. როგორც პირველი ცოტა განსხვავებულ სეტინგში ყოფი სტუმარი გადავწყვიტე რომ ის მექნა რა ქვია. ეს იქნება თამას, ამაზე ნაკლები არ შეიძლება. ტრიბიუტი მინდა და რომ გამეკეთებინა შესაბამისად შენთვის და აი ამ სეტინგისთვის. მე მგონი სწორი არის რა და ძალიან დიდი მადლობა. ყველამ უნდა ჩადოს რაღაცა ეგ ეფორტი. უეჭველი. მე არ მეგონა. ვიზუალური ესთეტიკიდან მე არ მეგონა ამდენს რომ ვიმსახურებდი და მადლობა. ეს არის მინიმუმი. სამის მერე ვნახავთ შენიმებს პოდკასტს. მოდი ხა დავიწყოთ. ჯერ დავიწყოთ ფუდგოდესზე. მოდი. მომიყევი საიდან გაგიჩნდა ეგ იდეა საერთოდ? ფუდგოდესი ძალიან ისეთი სპონტანური არა დაგეგმილი რაღაცა იმპულსური პროექტი იყო რა თან თავიდან მაშინ როცა თვითონ გვერდი შევქმენი ეს გვერდი რაღაცა ემსახურება და უცებ უფრო ინფლუენსერ რაღაცა ფუდი ინფლუენსერ მაგრამ არ მქონდა განსაზღვრული რომ რაღაცა ამას მონეტიზაცია შეიძლება რომ კონდეს ან რაღაც ან უფრო ჩემი ფეშენ იყო და რადგან გურმანი ვარ და ძალიან მიყვარს ზოგადად ჭამა და მაგიტომ მოგზაურობ და რაღაც სიები მაქვს სად რატო როდის უნდა წავიდე და ძალიან ხშირად мотиваცია ჩემი თქვა მოგზაურობის ასევე ყოფილა რაღაცა ტური გასტროტური ფუდგოდესი დავიწყე ეგრე რომ აი მოდი რადგან ამ ხელა აუდიენსი მყავს ვისაც არ შია შეუძლია რომ მიყურონ აქ და ვისაც შია შეუძლია რომ ფუდგოდესი დააფოლოვონ და იქ გამოიწერონ და ნუ მოკლედ იქ უფრო რაღაცა დეტალურად ქონოდათ ჩემი პერსონალური რეკომენდაციები ოღონდ კიდე ამას ვამბობ როდის იცი ანუ ესეთი ცნობილი არ არის ჯერ კიდე paid partnerships რაღაც ხვდები კოლაბორაციები კი მაგრამ ეს რაღაცა ბუმი ამ food influencer-ების ჯერ კიდე ხვდები აი მაშინ რაღაცა appraisal-ს აკეთებს და ის არის რა ქვია მაშინ ეს რო გავაკეთე ეს გვერდი ჩვეულებრივად რაღაც არც მიფიქრია რომ ეს როდესაც ბრენდის გვერდად შეიძლება და რო გადაგცეულიყო და პარიზში კოვიდი როცა დაიწყო მაშინ მე მუშაობდი დისნეიში მახსოვს ხო ანუ ხო წარმოების ასისტენტი ვიყავი რა ანუ ჰედის ასისტენტი ანუ ძალიან ისეთი ხვდები საპასუხისმგებლო პოზიცია იყო რა მაგრამ არაფერი კავშირი არ ქონდა კვებასთან არც მიფიქრია ვაფშე მახსოვს რომ ესე მომდი რომ აი რაღაცა ჩემ კორპორატიულ გამოცდილებას რო დავაგროვებ იმიტომ რომ ძალიან წარმომედგინა ჩემი თავი ზოგადად კორპორაციაში სადაც დილიდან საღამომდე მე იმიტომ ანუ მგონია რომ ეგ დისციპლინა მიხდება მე ვამბობდი რომ აი ამ კორპორაციულ ჩემ რაღაც გამოცდილებებს რო დავასრულებ თქო და სეივინგები ჩემი რომ ექნება თქო ერთხელ აუცილებლად ჩემ რაღაც რესტორანს გავხსნი ოღონდ აი retirement როს პენსიას რო გავალ ხო და უცებ კოვიდის დროს გაიყინა ყველაფერი და ამ რეალობასაც არ ვიღებდი რომ გაიყინა ალბათ ძალიან ბევრს ქონდა ეგ რომ აი რა კოვიდი და კაი რა თუ რაღაცა უცებ მივხვდი რომ ანუ მართლა ეხა რაღაცა ახალ რეალობაზე უნდა ავდაპტირდე პარიზზე უნდა ჩავიდე თბილისში ცოტა ხანი და თან პარიზში გავაკეთე პირველი ბურგერი და ანუ სულ რაღაცას კვებასთან და ხო იცი რომ იძიებ რა ანუ მარტო ის არა რომ ჭამს სხვაგან ანუ მე თვითონაც მოყვარულის დონეზე ვაკეთებ ხა მე არც აკადემიური განათლება არ მაქვს ამისი უფრო აკადემიური განათლება ხა საჭიროს კეთების მე არ მჯერა რატო საჭიროა ნუ ტექნიკური რო გააკეთო უშუალოდ თუ არ ხარ სამზარეულოში მგონია რომ გემოს ამბავი არის არა გეთანხმები მაგაში რომ ან გემოვნებიანი ხარ ან არ ხარ მაგრამ ის რომ შენ რაღაცა გინდა რომ დახვეწო თუნდაც ანუ შენ თუ გინდა რომ შეფი გამოხვიდე ან რაღაცა მაღალი დონის მარტო ოპერაციიდან გამომდინარე რა იქ ანუ რაც სწორად უნდა აეწყოს ანუ ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც გემოვნება აქვს და მაგალითად ბიზნესის მართვა იქ მე აღარ შეუულია იმიტომ რომ ანუ ნუ მე უფრო გემოს დასმაზე ვლაპარაკობ ვიდრე მეცნიერება არის აი რაღაც ეტაპზე რო გადადიხარ ეხა მარილიან საკვებზე არ უფრო აი ტკბილზე როცა გადავდივარ ანუ ძალიან სპეციფიური არის აი მე მაგალითად ტკბილს ხელს ხშირად ანუ არ ვახლებ რა ანუ თუ რაღაცას მენიუში მაგალითად მანჩიში ვამატებთ აი ძალიან ერთი 100,000 ტესტინგის მერე იმიტომ რომ ტკბილი კიდე უფრო სენსიტიურია რა და
ჯერა მაგისი რომ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ იცი რა არის საჭირო რომ 4 წელი და 6 წელი ისწავლო ამაზე შეგიძლია რომ რაღაცა 1 წლიანი ინტენსიური კურსი გააკეთო და იგივე გამოცდილება და ცოდნა მიიღო მაგაში გეთანხმები მაგრამ ეს მე თვითონაც რადგან ტესტავდი და თანაც მანანას სამზარეულოში გაზრდილი ხო ხდები აი რაღაც ხო ირაც აი რო უყურებს სულ რაღაცები გემოები ინგრედიენტები რა თქმა უნდა ხა მე გამიმართლა რომ ბუნებრივად განმივითარდა ეს რა მაგრამ უცებ ეს ბურგერი რო გავაკეთე მახსოვს რომ წინა ზაფხულში სანამ ჩამოვიდოდი ძალიან მინდოდა რომ რაღაცა cinnamon bun truck რაღაცა ეგეთი ფოფაპი გამეკეთებინა პროსტ ფიზიკურად სამთვეში ვერ გავაკეთებდი მაგას და ეხა უკვე გაიყინა ყველაფერი და დავა accept და ანუ დავიჭერე რომ ხო ანუ ცოტა ხანი Disney და Netflix-ი თან ანუ ინტერვიუ უნდა მქონოდა Netflix-თან და აი ხო იცი вообще სხვა იმაში რო ხარ და ბრახ და უცებ მართლა ანუ ჩალაგეთ და დროზე каранტინი და ამ ერთ თვე ნახევარში, ნუ ეს ბურგერი რო გავაკეთე, აი მახსოვს რომ ერთი 6 დღე სხვადასხვა რაღაცები და აი რაღაცა აკლე, აი ბოლოს რაღაცა ეს და ნუ ეგ რო შეიკრა ბოლო ინგრედიენტი რო დაემატა მახსოვს რომ აი ნუცას ვერ აკავდი, იმიტომ რომ ნუცა საერთოდ მაშინ უკვე ჰოსპიტალიტიში იყო, ანუ მე არაფერს შუაში არ ვარ კიდე ამ სივრცესთან. ნუცას ბევრად უფრო დიდი ფიზიკური გამოცდილებაც აქვს ამაში რა. და ამიტომ ნუცას რა ჩქარა. და რატო ბურგერი? პროსტა, იმიტომ რომ მართლა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი. მაშინ არ იყო ჯანსაღი ჯერ მოდაში, ესე როგორც დღეს არის? არა. მაგრამ აი 20 აი არ ფიქრობ რომ 20-20-დან მოდის აი ეგ რო ცოტა ბიო და ვეჯი და ვიგან და იმიტომ რომ ალბათ ჩია პუდინგ ყოველდღიურად თქვი რაღაც გრანოლა ხელნაკეთი და რაღაც აი მაშინ ზუსტად მაგიტო მახსოვს რომ რასიონებად იცი რომ პანდემიის დროს მგონია რომ რადგან სახლში გამოვიკეტეთ ყველა მაშინ უფრო სწორი დრო დაეთმო სოციალური მედიიდან გამომდინარეც რა მარკეტინგულადაც ჭკვიანური გათვალე რომ აი სახლში ეხლა ყველამ ჯანსაღად რაღაცა მედიტაცია რუტინა და რა უცებ რაღაცა ბუმი არის რომ healthy food და ყველამ სახლში ეხლა უნდა ვიყავოთ ჯანსაღი და პარალელურად ჩემი გამოცდილებიდან რომ მე რასაც უყურებდი და მე რამ სოფლიოსაც ცხოვრობდი ასე ვთქვათ იყო რომ street food ისე ვითარდება და ისეთ მაღალ დონეზე არის განვითარებული ლონდონიდან დაწყებული თუ საფრანგეთი თუ ნიუ-იორკი თუ ასე შემდეგ და მე რო ვაკვირდებოდი 2020 წელს ლონდონში food market-ების revenue 2020 წლიდან 2021 წლამდე ერთადერთი ბიზნესი იყო, რომელიც ყვაოდა და საერთოდ ანუ ეკონომიურადაც ვოშე აყვავა იქაურობა და თან პარალელურად ხალხს რესურსი შეუქმნა და საქმების მაგ პერიოდში როცა ყველაფერი გაიყინა და ნუ ასე შემდეგ და თან ხა ლონდონი ხო ხდები ანუ ახდებოდა და მაგიტომ მაგას რაღაცა აი ძალიან ჩამრჩა ეგ რა და მე თვითონაც ძალიან ხშირად რომ მოგზაურობდი ის არისო რომ მარტო რესტორანში მინდოდა სიარული და თქვათ რაღაც მაინდა მეც აი mainstream აი Amazon-ი და Zoom აი მიხდი არა აი შენზე აი რესტორანი როგორ აი ჩემთვის აი ცოტა არასწორად ჟღერს იმდენად რაღაც სხვანაირი საერთო კონცეფცია არის ძალიან საინტერესო რომ strictly რესტორანი მგონია რომ აი აბანძებს შენ რასაც აკეთებ იმას ხვდები რასაც ამბობ ანუ ვერ ხსნი ზოგადად მანჩი ჯერსეთი აი დაიწყო რაღაც უფრო ისე რომ აი burger shop, high რაღაცა food shop, street food რაღაცა ეგეთი და ანუ აი სპოტი იყო რაღაც ამსტერდამის იმისავით ხო ხდები აი რაღაც coffee shop რაღაცა ეგეთი იქ მუსიკა იქ ხალხი რომ მოდის თან ანუ ჩვენც ხო პანდემიაში დაიწყო ეს ყველაფერი ამიტომ მაგ დრომ ჩვენ სამბე რაღაცა დაანგრია, მაგრამ ჩვენ მართლა აგვაშენა, იმიტომ რომ ეგ დრო და სივრცე როცა მოგვეცა იმის გარდა რომ თუნდაც აქ ბურგერზე მარტო არ იყო, აქ იყო რა აი როგორ ვაწყობთ რაღაცას ნულიდან. აი როგორც ახლა შენ მოგიწია რომ აქაურობისთვის ხო ხდები აი ხალიჩიდან დაწყებული რაღაცა ყველაფერი შენით მოიფიქრო, ფერიდან დაწყებული ლოგო, რაშიც ვთქვათ ნუცას დაკიდა უკაი, დაგვეხმარა და ანუ მაგან ანუ ანიმ მოგცა ძალიან direction რომ ეს ლოგო უნდა იყოს პერსონაჟი. ხო და ეხლა მაგაზე მინდოდა რომ მე თქვა რატო food goddess და არა food blogger თქვა, მაგრამ აი რომ შემოგხედავ გასაგებია რატო goddess. მაგრამ შენი ახსნა რა არის? პირველ რიგში იმიტომ რომ რეკომენდაციებით რო დავიწყე იყო რომ აი ქალღმერთი და რასაც ქალღმერთი არ მოვსვითომ უფრო რაღაცა სანდო არის მერე იმიტომ რომ food goddess ვიცოდი უკვე მანჩის რო დაარსდა მანჩის არის უცებადი ანუ
ცებადი შიმშილის სურვილი და აი რაღაცა სნექები რო გინდება და აი ეს მანჩი თვითონ ასაც ნიშნავს ეგ არის. სიტყვა თვითონ მანანა დარწმუნებული არის რომ მანანას ნიშნავს და ეგრეც არის და ტრიბიუტი არის მანანასი, მაგრამ სინამდვილეში ნიშნავს რომ აი უცებ რაღაც სნექების craving-ი რო გექნება ან რაღაცა მანჩის რა. ხო და მანჩის by food goddess, იმიტომ რომ ვიცოდით რომ food goddess ექნებოდა სხვადასხვა შვილობილი კომპანია, როგორც იყო თქვა რაღაც პერიოდზე ბრანჩის პირველი ბოქსი სენდვიჩების, რაღაც ამას ექნება merchandising-ის გაგრძელება, соусების და ასე შემდეგ და შეიძლება საერთოდ სხვა კონცეპტი იყოს, შეიძლება თონე იყოს და food goddess-ის იყოს, მიხვდი? ამიტომ ეს სახელი დარჩა. აი, თავს არის ზღუდო. ხო, ანუ აი food goddess-ი დარჩა და მე ანუ გოდესი მაკედან არის რომ ფართი სერიები ახლა უკვე რაც გამოვიდა ეგ ვაფშე გაემიჯნა რა. გასაგებია. აი, ეხა მითხარი მადრიდი როგორ გადაწყდა. ანუ შენ გაქვს აქ ობიექტი საქართველოს თბილისში, ერთი გაქვს ხო? ორი გქონდა ორი უკვე ორი. ბრანჩი და მანჩი. გასაგებია. და მე გადახვედი მადრიდში. ხო. რატო მადრიდი და რატო პირველივე დღეს ხო იცი შუქი წავიდა მანჩიში, აი ისე იმდენი შეკვეთა შემოვიდა, საერთოდ ხო არ ველოდით და თან პირველ დღეს იყო რაცა ერთი პირველივე დღეს და თან შუქი წავიდა და თან შუქი წავიდა. ზოგადად ეს უკვე როგორ გვაქვს დაცდილი, იცი რომ ამაზე შფოთვაც აღარ გვაქვს. ვაიმე აფეთქდა. ხო, მოსულა. გადავიდეთ, სადაც აღარ აფეთქდება თუ რაღაც ეგრევე და პირველ დღეს რო აფეთქდა ყველაფერი, მახსოვს რომ ზაზუკა მოვიდა ჩემი ბიძაშვილი, მეუნებოდა რომ ისო რა ქვია, ჩვენ საჭმლის იმასო რესტორნების სიასო ხედავ მადრიდში, იმიტომ რომ მანდო ბურგერიო, მე ესეთი არაფერი არ მახსენდებაო რა და გონიო რომ უნდა იფიქრო მაგაზე და ვეუბნებოდი რომ აი ეხლა შოქს გავაკეთებ და მე მადრიდში. ხვალ დავილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ ეხლა ვერ და იმდენად დამრჩა და იმდენად მერესიები გადავამოწმე, შევადარე და რამდენადაც უფრო რეალური იყო თან ეხლა აქედან ესე სახსრების გარეშე რომ უცებ დგები და თქვათ ეგ ამბიცია გაქვს რომ უცხოეთში რაღაცა მიგაქვს, პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაძლებელია? არა, ხო, მაგრამ ისე რომ აი ეხლა რო ვფიქრობ, აი ეხლა მაგალითად ვმუშაობ ჩემ თავზე, რომ ისევ ეგირო დავიბრუნო, რომელსაც არ აინტერესებს, ანუ რა დახვდება იქ, ამას თუ ვიტყვი რომ მე ვაკეთებ, ამას ვაკეთებ, მაგრამ ანუ სახშიც რო ვთქვით, როგორი ის იყო, იცი, უცამაც და მეც რა აი სად მიდიხართ და უშე ენა არიცით და მეგობარი არ ყავთ და ანუ რას ნიშნავს ესპანეთში მიდიხართ, ეგეთი მარტივი რო იყოს, ყველა გააკეთებ და აი ეს ტექსტიც თან და ხო ძალიან თული რო არის რომ სახში რო ადამიანი გეუნება მაგას, მესმის რომ შენი რაღაც ინსტინქტი არის რომ დაგიცვას ხო, რომ რაღაცა გიჟობას ლაპარაკობ მე მგონი და ანუ ცოტა აზზე უნდა მოხვიდე, მაგრამ სინამდვილეში პირიქით, ანუ მაგას რომ იმ მომენტში საერთოდ არ ვუსმენდი და არანაირი ვალიდაცია არ ქონდა, ნუ ან რაღაცა გაუცნობიერებლად ალბათ ცოტა ბაზიანებდა. ხო, მე მაგრამ ნუ ძალიან გამტანი ისეთი ხასიათი მქონდა რა, სანამ წავიდოდი, რომ ეს ზუსტად ვიცი რომ როგორც აქ გავაკეთეთ კვლევა, ისე წავალ იქ და გავაკეთებ კვლევას, გავარკვევ რა ხდება იმ ბაზარზე და რაც შეიძლება რეალური რაღაცა მოცემულობით გავხსნით რა, არა, ეგ მე მგონი მაგის ანუ გადატანა ეს არ არის რთული, რამდენადაც აი ადგილის პოვნა, გაკეთება, აი ეგენი ბიუროკრატია უფრო. ჯერ ის რომ ანუ აი ვიზა და შენი დოკუმენტები და ეგენი უფრო საინტერესოა, ვიდრე რაღაცა ინგრედიენტის წაღება, რომელიც ობიექტურად გემრიელია. ხო, მაგრამ იცი რა არის, მგონია რომ იმ პროცესში იქ რომ მიდიხარ, ამ რაღაცა დაბრკოლებებსაც ასკტები, არა აქვს მნიშვნელობა ბიუროკრატიული არის თუ არა, თან ესპანეთი ძალიან უცნაური ქვეყანა არის, რა ჩვენთვის კიდე მართლა გაგვიმართლა რომ პირველი ბაზარი ეგ არის, სადაც ვთამაშობთ, ხო ხტები ვცდი რაღაცებს რა, იმიტომ რომ არ არის ლონდონი, ან არ არის საფრანგეთი, რასაც მე უფრო ვფიქრობდი, იმიტომ რომ ჩემი ანუ დიდი გამოცდილება მაქვს ორივეში ცხოვრების და ამიტომ უფრო რაღაცა იმ ემოციური კავშირიც იქ მქონდა, მაგრამ შარქი არის ხტები, ანუ იქ რო ჩადიხარ და ძალიან მომზადებელი ხარ, შეიძლება რომ უცებ გადაკლავოს იქაურობამ ძალიან სხვანაირად და დააზარალო თან ძალიან ბევრი რაღაცა გარშემოს და მადრიდი ძალიან აი ოქროს შუალედი არის მაგისთვის რა, რომ ეგ ითამაშო, რომ შემეშალა ეს არასწორად გავაკეთე, ეხლა გამოვცვლი, ანუ დღემდე აი ეხლაც მანჩის არის, ეხლა 3 თვე და ნახევარი ვიყავით დაგეტილები და სულ ვიღაცას ესმის. თბილისში. იქ. იქ? ხო, იქ იყო, რომ აი
რაღაცა დედაჩემს რა სულ რენოვაცია გაქვთ ხო ანუ როცა ინვესტორი არ ყავს ანუ სულ პროცესში აგროვებ რაღაცას მერე ვცვლი სამზარეულოს მერე ვცვლი რაღაც საუნდ სისტემას რაც მნიშვნელოვანი არის რა უკვე ბოლოს და მაგიტომ მადრიდში თავიდან რომ ჩავედით აი დღემდე ხვდები რომ ყველა ადვოკატს რომ ველაპარაკებოდით ან რაღაცა გამოცდილ ადამიანს თუნდაც ვინც არის ამ სფეროში ვაში ყველა სხვადასხვა ინფორმაციას გეუბნება, ხო იცი? ანუ ყველას აქვს თავისი სისტემა, ყველას აქვს თავისი რეგულარული. ეგ კიდე უფრო დამაბნეველი იყო ხა ჩვენთვის ხომ ხვდი აი ვის მოусმინოთ, იმიტომ რომ ანუ ყველას აშკარად ანუ ყველა აშკარად მუშაობს, ყველას თავისი მოდელი აქვს, მაგრამ ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცას გეუბნება ყველა და ხო ხვდები ანუ რანაირად ახლა ამიტომ შენით იქ არ ყვევ რომ მოდი იცი რა არის მე ამას არ მოусვენ იმიტომ რომ ამას ყავს თქვა 80 თანამშრომელი დასაქმებული და მე უფრო მარტივი სისტემა მაქვს და მე ცოტა სხვანაირ რაღაცას ვაკეთებ და ჩემით უნდა გამოვიგონო მე მგონი ისეთი რომ გადარჩეს კომპანია იმიტომ რომ ყველაფრის რაღაცა დარეგისტრირება ჩვენება ლიცენზიის დაცვა შენი ლოგოდან დაწყებული ანუ ყველაფერი ფინანსებთან მიდის დღის ბოლოს ხვდები ანუ ესე მოწესრიგებულად კომპანია გაიხსნა და ჩვენ გვედო ბიუჯეტი კაპიტალური რაღაცა 6 თვის გასავალის ანუ არ არსებობდა ფრის ფული არ გქონდა ხვდები ანუ რო გავიხსენით ვიყავით რომ აი ერთ კვირაში გადაგიხდით ფრის ფულს იმიტომ რომ ანუ ყველა თეთრი დაიხარჯა რა რომ პროსტა გახსნილი იყო და ეხა მაგიტო ვიყავით და კეტილები ეს 3 თვე და ნახევარი რომ ხო იცი შენ ბრენდს რო უყურებ და რო ხვდები რომ შენ გაიზარდე და ეს ბრენდი შენ ბავშვობას გავს და რაღაცა იმას რო ვეღარ აკეთებ კავშირს რო ვეღარ ახდენ რა და მაგიტო გადავწყვიტეთ ეგ რო რაღაცა ამ ივენთებიდან და ასე შემდეგ ანუ გაგვიმართლა ძალიან იმაში რომ ეს ყველაფერი თავისით მონეტიზირდა ამაზე არავის არ დაუგეგმეროთ ჩვენ ბილეთებს გავყიდით ანუ ბილეთებს არ ვყიდით არც ეხლა ხვდები? მე ჯერ ნუ გადახვედი ივენთებზე, მაცადე. არა, რა სომფიცი ფინანსური რესურსი მოუტანა სიამდვილეში მანჩის, ანუ ხომ ეს ივენთები ახალი დაწყებულია მაინც მაგამდე. ხო, მაგრამ ბოლ ამზაფხულს და ანუ ამზაფხულს უკვე 1-2 წელი არის რა. აი ჯერ მაინტერესებს უცხოეთში ქალი მეწარმე. უფრო რთულია თუ თავისუფალი? შედარებით, აი ხალხსაც იყავი, თავისუფალია, რა მხრივ? თან ეხა წარმოგიდგენ მე აქედან წასული, აი აქ ხვდები რაღაცა 1500 ლარით უფრო ძვირი ღირდა, იმიტომ რომ ვარდისფერი ქოშები მეცვა და ანუ ის იყო რომ რატო? რომელია უფრო რთული თუ თავისუფალი? თავისუფალი, იმიტომ რომ ხა იქ ჯერსეთი ყველაფერი მორლეს თანასწორი არის მაინც და ანუ სხვანაირი პატივისცემა არის და სხვანაირი მიღებლობა არის და სხვანაირი ნორმალიზება არის იმის რომ ძალიან ბევრი წარმატებული ქალი არის და ძალიან ბევრი ძლიერი აი მოგულები არიან ქალები ხვდები რაღაცა 7 კლუბი ჩვენი მეგობრები ანუ ვიცნობ თან ახლა ამ ხალხს ვისაც ლაპარაკობ რომ აი რაღაც ლაურა 20 კლუბით მადრიდში ხო ხვდები აი ბევრი ან რაღაც სხვა გოგოები ასევე რაღაცა 5 რესტორნით და გოგოები ან მარკეტინგული სააგენტო ან რაღაცა იმისი ასევე გოგოები ამიტომ იქ ძალიან ჩვეულებრივი არის რომ ქალი რაღაცა წინ კაი იცი რა მითხარი ეხა მინდა აი რაღაცა აი ფუდ ბლოგერები ჩავუშვათ რას გვატყუებენ მე არ ვიცი შენ უნდა გითხრა ეხა ხო დასვე ეს კითხვა რომ 2000 წლიდან ეს რაღაცა healthy ხო უირა კაია მაკედან მოუყვები ხო იმიტომ რომ მგონია რომ მანდ იყო რაღაცა ი ბუმი ხო თან ანუ ყველა ჩაკეტილი სახში სკროლ ვატარა და თან ანუ healthy food-იც აი მაგიტო მანჩიც მაგ მოვიდა რა რომ იმდანაც დავიღალე უკვე აი მაგითი რომ აი ჩიფსების მაგირად აი ბოსტნეულის ჩიფსები რო ქონდეს თამუნა მაგალითად დედაჩემი ანუ არა იმიტომ რომ მე პატივს ვცემ კი მაგრამ ბურგერთან ერთად როგორ შეიძლება ფრი არ მქონდეს მე მაგალითად ქონდეს თქვა ალტერნატივად ბოსტნეულის ჩიფსიც მაგრამ როგორ შეიძლება რომ ბურგერთან ერთად ფრი არ მომიტანო ხვდები ანუ არ არსებობს და მანჩიზა რა იყო იცი რომ ძალიან მინდოდა რომ მაღალი ხარ ანუ high quality ისეთი რომ აი სახში როგორცაც შენ საუკეთესო პროდუქტებით ბარბეკიუს გააკეთებ და დანაშაულის გრძნობა არ გექნება და პირიქით აი რო გიხარია ეგ მთელი პროცესი ეგ უნდა ყოფილიყო მანჩი და ამ პერიოდში ხა ამას რატომ ამბობ ზუსტად იგივე ბუმი არის ამ ინფლუენსერების რაღაცა ფუდი არ აქვს მნიშვნელობა street არის თუ fine dining-ი თუ რა არის და მაგ პერიოდში კიდე მართლა რაღაც გვერდებს ჯერ კიდე დიდი ანუ ბევრი რაოდენობის გამომწარი ვისაც ყავდა კიდე ვუყურებდი და თვალს ვადენვედი და რაღაც და მე უცებ შიფტი და დავემართა რომ აი ვიყავი ამ ადგილას ეს არა ეს კომერციულია ეს ისეთია ეს ისე და ხო იცი მართლა
დავდივარ და ვაკვირდები და უკვე ხვდები რომ ანუ გემოებზე იძახი? ხო, ანუ პირველ რიგში ჩემთვის უფრო იქ არ არის მარტო ის რომ რა გარემო არის. მე ხვდები მგონი რომ შენ შეიძლება რაღაც ადგილებზე უფრო უპირატესობა გააკეთო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის შენთვის ამბიანსი. მაგას გეუბნები, ანუ ამბიანსი შენთვის მნიშვნელოვანი არის. და მე გეტყვი რომ მე არ მაინტერესებს რომ ეხა ამ ამბიანსში ვისხდე, შეიძლება რომ რაღაც ტავერნაში ვისხდე და მაგრამ შენ ეხა სულ კარგ ადგილებში ხარ ეხა. ნუ გამოიყვანე. არა, მე რას ვამბობ, იცი, street food-იც თქო რა, იმან არის რომ მაგალითად მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან დიდი ხანია, სანამ საერთოდ რაღაცა ეს მოდი ჩვენ მხოლოდ დავდივართ კოსტში. თუ აი რაღაცა არა მიხდი პირიქით, ანუ მირჩევნია რომ მაგის საშუალება კი არის და არა, რა თქმა უნდა, დავდივარ მაგას ვამბობ და ერთ-ერთი შეიძლება ჩემი ძალიან საყვარელი ადგილიც იყოს, თქვათ პარიზში ის რამდენიმე რაღაცა ცოტა კომერციული ადგილი, სადაც წავალთ, ხო? ყველა trip-ზე თან. ანუ რაღაცა მიზეზის გამო მივდივართ, ხო? მაგრამ სხვანაირად უფრო ჩემთვის ემოციური კავშირი მაქვს აი რაღაცა აზიურთან, რომელიც არის ხელით გაკეთებული ერთი ბაბუის და იქ თავისი შვილიშვილი მუშაობს, რომელიც სათვალეებით გვემსახურება და კენდრიკ ლემარს უსმენს, მიხსი, ანუ ბევრად უფრო ავთენტური არის ჩემთვის ეგ გამოცდილება. კი, მაგრამ მაგას გეუბნები, რომ აი არა რაღაცა მაინდა-მაინც pretentious. ხო, მიხდი, აი რაზე ვაპარაკობთ. მავენიუ მონტანის იქით. და შენ აი ვირო მადლიო შენზეა. ანუ სანამ ჩავედი, გოგო 5 დღე იყო და რო ურეკავდი სათხარ, ანუ მე ვარ Starbucks-ში. მე ვარ ყოველ დღე იყო დილი და საღამომდე Starbucks-ში. თან იტალიაში ყავა იტალიაში იყო Starbucks-ში. ხო, რაღაც იქვე ხედავ, ანუ როგორ კეთდება რაღაცა ყავა და ეს აი ხარ ხო წარმოგიდგენია ბეკა იმას რო უყურებს აი მაგრა კი 5 დღე. კიდევ კაი ჩაუხედია ზევითպես. კიდევ კაი ჩამოვიდა და კიდე აი მართლა რომ ცხოვრება განახე. აუ, ხოდა რას ვამბობ, იცი, მაგ ინფლუენსერების მოკლედ ანუ გვეუბნებიან უგემურზე რომ გემრიელია? ძალიან ხშირად, იმიტომ რომ აი მაგალითად მადრიდში ვთქვათ რა გამოცდილებაც მივიღე. გონია რომ ძალიან ხელოვნური არის, ანუ 2020 წელს კიდე დღეს, ანუ ძალიან სელექციური არის რამდენიმე ინფლუენსერი, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით გამომწარი ყავს. აი პოლი მაგალითად გეტყვი მაგის აკაუნტს რა, ან ხელა ჩემი მეგობარი, რომელსაც ძალიან მომწონს რასაც აკეთებენ და ყველაფერს ვემდობი, ანუ კომერციულიდან დაწყებული რაღაცა დიდი ჯგუფის ნაწილი იქნება ფრენჩაიზი თუ რაღაცა რესტორანი თუ სასტუმრო ვენდობი და ვიცი რა გამოცდილებებიც მოწონთ და მაგიტომ მაგას ვუყურებ, მაგრამ ხელით ამორჩეულს ხვდები? ანუ დღეს თუ ვიღაცას ბევრი ფოლოვერი ყავს, ყველას unfollow გავუკეთე, ანუ რაღაც ეტაპზე მივხვდი, აი დიდი გვერდები. ხო, მაგრამ influential ტიპები არიან და რატო? ნუ იმიტომ რომ უკვე რაღაც ეტაპზე მონეტიზაცია ყველაფერს ხდება და პარტნერშიპის გამო, იმიტომ რომ შეიძლება რომ ერთ პოსტში ვთქვათ 3000 ევროდან 5000 ევრო და ეს რატო არა ხვდები? ანუ ვიღაცა უკვე მაგაზე ცხოვრებით დამოკიდებული ადამიანი ხდება. DJ-ებიც ანალოგიურად არიან, ეხლა რადგან ივენთებშიც ვარ, მაგიტო ჩვენ ძალიან ვცდილობთ ხოლმე რომ გავფილტროთ ის, რომ კომერციული DJ ვერასდროს ვერ მოვა რა, ანუ არასოდეს ჩვენთვის მოთხოვნადი არ არის, რომ ვიღაცა black coffee მოვიყვანოთ. I'm sorry. ჩვენ მეგობრის მეგობარია. მაგრამ არ მოგინდება რომ ბიუჯეტიც ხო არის რა, რაღაცაში აკლებ, რაღაცაში აკომპენსირებ ხა. მაგრამ თან ანუ ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ღირებული არის ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ და ჩემი ანუ audience-ისთვის რა, რაც მანჩიმ გააკეთა და food goddess-მა და goddess-მა, რომ იქ რომ მოდიხარ, იმიტომ მოდიხარ, რომ ეს ახალი არტისტები აღმოაჩინო. ანუ დიდი ბუქერები ვინც არიან ფესტივალების. რაღაც პონჩი ეს პოდკასტიც მაგას ეკუთვნის. რომ პატარა ადამიანები აღმოაჩინონ. პატარა არა, მაგრამ ანუ ეს სულ არ არიან მიხდი. გამოდებული. ხო და სწორი არის რა, იმიტომ რომ ანუ ეხლა მგონია რომ ეგ ავთენტურობა ყველაფერში დაეტყვა, ანუ ფილმი იქნება თუ გალერეები იქნება თუ აი არკოს რაღაც გამოფენებზე არის, ანუ არტისტებს რო უყურებ, აი ყველა რაღაცა არავინ ისეთი არავინ როგორ არა, მაგრამ ხო ხტები რასაც ვამბობ, ანუ იცრება და სხვანაირად იწება ამის დაფასება, რომ ისეთი ადამიანები და ისეთი არტისტები თუ ისეთი კვების ობიექტები, რომლებსაც ვთქვათ, ესეთი კომერციული დიდი ზურგი და რაღაცა პიარი არ უდგას, ანუ თურმე ძალიან ხარისხიანი არის და თურმე ძალიან ესეთი არის რა, რომ მინდა რომ უკან დაუბრუნდე ვთქვათ. კაი, ეხა მითხარი ყველაზე უცნაური შეთავაზება რა საჭმელთან დაკავშირებით მიგიღია.
ხა არაფერი არ მჯერა. არა, მატლები და ხოჭოები რო გამესინჯა და არ მაინტერესებს. ვაიმე, ვინ რატო შემოგთავაზეს? აი რაღაც მაშინ რა ქვია მიშელინის რაღაც მაშინ. აი არ ვირჩევნია street food-ი და ქებაბი რო ჭამო, რიჰადურო და მატლში რატო გადავიხდი ფულს რაღაცა ჩემი ანუ იქ ხო set menu არის და ნუ set menu-ს ერთ-ერთი რაღაც დელიკატესი იყო. ანუ ეს ცალკე შენ რამე შემოეთავაზებინათ როგორც ბრენდის დამფუძნებელს? არო გავაკეთო. ხო გითხარი? არ მახსოვს. აი უთქვამთ რომ მანჩის გაკეთება უნდათ და ფრენჩაიზი უნდათ და რომ მithქვამს რომ აი მოდი კოლეჯ ჩავნიშნოთ თქვა თოხშავას და აი აუცილებელი იქნება ჩემთვის რომ ნახო ფინანსური წარმომავლობა ამ კომპანიის გამქრალან ეს ადამიანები იმიტომ რომ კოლ-ცენტრიდან ყოფილა მაგრამ შემოთავაზება. აი ერთი არაერთი. ანუ იმ წლიდანაც წავედით რა და აი ზოგადად ანუ ძალიან. ნუ ეხა ყველა კოლ-ცენტრით აკეთებს ფულს და შენ ყოჩახრო ეგ. რომ მე ორ დღეში აზრ შეცვლილი არა იცი რა არ ვფიქრობ რომ მანჩი არის ესეთი პროექტი ან food goddess-ი რომელიც მაგ ფინანსური მოტივით დაარსდა ძალიან სპონტანურად დაარსდა და ზუსტად მაგიტომ მოვიდა მე ყველანაირი რაღაცა fruits რა ამ აი ღამეში რაღაც გიფიქრია და ბიზნეს გეგმა გამხდარა ცოტა ეგრე ლაპარაკობ მანჩი არის ზუსტად ეგრე აი ღამე ვილაპარაკეთ და ფიქეთდება ანუ 3 თვე თუ რაღაც და მორჩა ვაკეთეთ გოდესიც ეგრე რა რომ უკვე ამდენი ფარტი და ამდენი secret party და ბარემ გოდესი ცალკე უნდა იყოს იმიტომ რომ ხალხი უკვე იბნევა გოდესი და ეს რა ხდება ეგეც ღამეში და რაზეც ხო და ეგ მაინტერესებს ახლა ბარემ რადგან ამდენს ლაპარაკობ ფარტიზე ეხა გკითხავ ანუ ეგ მარკეტინგია თუ შენი ცხოვრების სტილი არის ფარტი ანუ რატო გადაწყდა ვაფშე რომ გაგეკეთებინათ იცი რა არის ორივე ზოგადად მგონია რომ food goddess-ი მანჩიდან დაწყებული ყველაფერი იქ რაც იყიდება არის რომ იცი რომ მეც მომხმარებელი ვარ ანუ ეგ მინდოდა ძალიან მეც და ნუცასაც რომ გაგვეკეთებინა ამ ბრენდში რომ მე თუ აქ რამეს დავამატებ მენიუში ყველაფერი არის ის რასაც მე თვითონაც მივირთმევ და ჩემი ოჯახიც მივხვდი ანუ არ არის რომ მოდი რაღაცა მენიუში დავამატე გულაობაც მენიუში დავამატეთ ეხლა გულაობაც იმიტომ რომ ძალიან მგონია რომ ახლოს იყო ისედაც და ასე რომ სულ ვიღაცა უკრავდა მანჩიში, ან secret party-ები იყო, ან რაღაცა ცოტა სექტასავით ჩამოყალიბდა მანჩიში, მიხვდი, რომ აი 40 კაცი იღებდა მესიჯს, ამ საათზე და ამ დროს მოდიხართ მანჩიში, last საფერი, ანუ ბოლო ვახშამი გვაქვს და ხურებით და იქ დილამდე არის პარტი. ოღონდ 40 კაცის გარდა იქ ვერავინ ვერ მოდის, ანუ არავით არის ფლასი და არავით არის ბეკა გთხოვ შემოიყვანე, ვერანაირად მიხვდი და ეგრე იმდენად ხშირად ამასაც აღარ უნდა ეგ უკვე უკვე იმდენად ხშირად გვიწევდა და თან მადრიდში კოვიდის მერე არ ვიყავით და დახფრთოვანებულები კლუბ სეტინგით ზოგადად რომ მოდი ჩვენით გავაკეთოთ და თან ამდენი DJ გავიცანით ხო აი სწორ მომენტში და სწორ დროს რო ხდები და სულ ამ ადამიანებს რო იზიდო და მონეტიზაცია ამის როდის მოხდა ეს მე მივბაძე თორე ვაფშე არ ვიყენებ მონეტიზაციას შარშან დაიწყო აი პირველი ძალიან არა ვიტყვი შარშან წინ პირველი 2000 ანუ ერთ მანჩიდან ერთი წლის გახსნა რო იყო მადრიდში მან გავაკეთეთ პირველი ანუ anniversary party და მან იმიტომ რომ როგორ იყო იცი ჩვენ ბილეთებს ხო გითხარი რომ არ ვყიდით ანუ სულ იყო გესლისტით და იქ პროსტა რაც ხდება რა ბურგერები ცალკე სტუმრები გვეწვიან მიესალმე თუ ნანახი ყავს ორი გინდა შემოიტანო და ჭამა? არ მჯერა რომ კონტეინერით მოხვედი. მარტო კონტეინერი მოიტანე? ირუ ჭამე. თან თემატური იქნება. არა, ჭამო, ყავა მინდოდა ცა. ანახი გთხოვ ხავა და ის არის მარტო მოიტანე? ამას შეჭამს ხელით ახლა? ნახე მე მოგიტანე. ой, მიდი ჭამე. დაჟე მე შევჭამ ცოტა მოგვიანო. ხო და რას ვიძახდი და პირველი წელი მანჩი რო გაიხსნა, პირველი წლის მერე გაკეთდა anniversary party. ხო. და მანდ მივხვდით რომ უკვე მახსოვს ვიყავი მანდ. ფილიში იყო. ეგ მაგას საერთოდ არ ვთვლი, იმიტომ რომ მანდ არაფერი არც გაყიდულა და ხო ხვდები ბარი ესე ცალკე არ მუშავდა ანუ მაგრამ მოდით და ნუ ძალიან კაი პარტი იყო, მაგრამ მე ვამბობ უკვე სადაც ფულის კეთება იწყება, ეგ იყო პირველი წლის მერე მანჩი რო გაიხსნა, რაღაც rooftop-ი ავიღეთ ქუჩაში დავინახეთ რომ roof is on fire ეგრე წერა რა ამ სასტუმროს იმას და მომვიდი რომ აი აქ გვინდა მე მგონი პარტი და მართლა ისე მოხდა რომ ხო ანუ რაღაც დავშენილა მაგ სასტუმროში რა ქვია social hub-ი
არა. არა, შენ აქსელი. აქსელი. ეგ სხვა არის კიდე. მან თქვით რომ მოდი ჩვენ takeovers გავაკეთებთ, ჩვენ მოვიყვანთ ჩვენ ხალხს და DJ-ს და ბარი ვამუშავოთ და ნელ-ნელა უკვე ამ მოლაპარაკებებში ხვდები სწორ მას აწარმოებ. რა ხა თავიდან იყო რომ თქვენ როგორც გინდათ ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ ბურგერები და ნელ-ნელა უკვე რომ ხვდები რომ ხა ამ ხელა რაღაცა ბაზა მოყვება ხალხის, მე რა უკვე იქცოდა. აი, რომლით უფრო დიდი შემოსავალი გაქვს? ხო, იცი რა არის, ანუ მანჩის. არა, პირდაპირ მითხარი. არა მიხსნა. ანუ ივენთებით, ოღონდ ხშირად არ ვაკეთებთ და ეგ არის, მაგიტო ვერ მასშვები. მე ხდი, იმიტომ რომ მანჩის ყოველდღიურობამ შეიძლება რომ რაღაცით დააკომპენსიროს რა, ანუ რო გადახედავ 9 თვის თუ 12 თვის იმას და აქ ერთჯერადად ანუ უცებ რაღაცას აკეთებ. ხო, ანუ იღებ და გადიხარ და მე ანუ სანამ მენტალურად მზად არ ხარ რომ მეორე გააკეთო, არ აკეთებ, ხდი? ამიტომ ეგ ძალიან ეს არის რა ქვია, სასიამოვნო ის არის რა. ხო. უცებ აღებული ფული სასიამოვნო. ხო. ანუ სასიამოვნო რა თითქოს ნაკლები ძალისხმევა გიწევს და ყოველდღიური ოპერაცია და იქ რაც ფეთქდება რესტორნის ბიზნესში ნაკლებად გეხება ხვდები რა თქმა უნდა მანდაც ძალიან ბევრი ანუ სირთულე არის და სამართია და ლოჯისტიკა ეხა ჩვენ ძალიან დიდი ხანი ფართებს ვაკეთებდით ჩვენ დავათრევთ დღემდე ბოლო ფართიზეც თქვი რომ всё ანუ ამაზე ვაკეთებთ ინვესტიციას ცალკე და ამის ბიუჯეტი მოვაცალკე, იმიტომ რომ მე აღარ მინდა რომ ვამაგარებდე მითი რაღაც ხვდები სკამებს და მაგიდებს და ბარებს, ანუ არ ვიცით ან როგორ გეცდება. რაც უფრო მეცი უიშოვებ, უფრო ჩამოშორდები ეგეთ რაღაცებს. ხო და ეხა გაზაფხულზე რომ ფართი მოვა, უკვე всё, ანუ დადასტურებული არის რომ მანდ ჩვენ ლოჯისტიკის დეტალებში არ ვმონაწილეობთ. ანუ მოვა ის კომპანია, რომელსაც ამაზე აქვს თქვათ 110%-ით უფრო მაღალი გამოცდილება და შეუძლია რომ მოვიდეს და 2 წუთში გამიკეთოს ეგ ვიდრე მე მაგაზე ცალკე რესურსი წამიძვა მე ფართიზე მკვდარი რო ხარ ხო იცი აი კეჩუპებ ნათრევი ანუ მირჩევნია რომ რაღაც კეჩუპები თავისით მოვიდეს და მე არ ვათრიო თვითონ მოვიდნენ შემოვაგდნენ აი იცი რა მითხარი ეხა ცოტა ისეთ თემებზე ვილაპარაკოთ რაც შენ გიხდება ხოლმე ეხა მაინტერესებს აი შენ ცხოვრებაში აი ამ გიჟური ამბები ამდენი საქმის ეს ანუ უფრო მეტი სიყვარული არის თუ თავისუფლება თვითონ საქმესთან მიმართება. არა, ყველაფერთან. ცხოვრების ორივე არის. მაგრამ პირველი თავისუფლება არის. ხო. აი, ჩემ ეხაც რო ვფიქრობ, პირველი ეგ უფრო ჩემი ტვინისთვის და ტანისთვის ეგ არის მნიშვნელობა თავისუფლება და მერე მოდის ყველაფერი რა. და ანუ მერე მოდის სიყვარული. ყველაფერი. ეხა თან დამოუკიდებლობა და თავისუფლება და მიხდი ანუ ეხა ძალიან მაგ სულ მაგრამ აი ამ კონკრეტულ ეტაპზე შეიძლება რაღაც ეტაპზე ვთქვა რომ ეხლა რაღაცები დამილაგდა ცხოვრებაში ისე რომ ჩემი პრიორიტეტები არის რაღაცა თავისით უკვე მიდის როგორც უნდა წასულიყო და კმაყოფილი ვარ იქამდე სადაც მინდოდა რომ მივსულიყავი და ეხლა ცოტა უფრო მეტ დრო შემიძლია რომ დავუთმო პერსონალურ ცხოვრებას ან სიყვარულს ან რაღაცას მიხდი და ემოციური რესურსიც უფრო მეტი მქონდეს და არ ვიყო რაღაც ძალიან ობსესიურად რაღაცა მანჩისგან ვითარება ან ახალი პროექტები რასაც ხელს ვკიდებ ანუ ასე შემდეგ რა მაგრამ ეხა პირველ რიგში თავისუფლება ჩაცმიდან დაწყებული ყველაფრით დასრულებული ანუ ერთ-ერთი მიზეზიც ალბათ რატომაც ძალიან მიყვარს სხვაგან ცხოვრება არის რომ ანუ შემილია რომ რაც გინდა ის იყო და არავის არ რას ვერ იზავდი იქ ხა ესეთგან ანუ აქ რას ვერ იზავდი ეგეთგან სხვაობსაც იქ აი ძალიან by the way აკეთებ აი მაინც ყველაფერს ვაკეთებ რაც მინდა აქაც ხო და აი ცოტა ისე ხე აი ძალით ხან რომ აი მაინც ვაკეთებ ეგრე რას ნიშნავს ხა მე თუ იქ ამას ესე ვაკეთებ აქ რატო არ უნდა გავაკეთო ესე რა აი მაგალითად აი ალექსანდრა არის ერთ-ერთი ასევე წარმომადგენელი მაგ ნაწილის რატომაც შეიძლება რომ აი ოჯახშიც რა ის სახლშიც რაღაცა ხო არის რომ აი ბებია ჩემიც რომ აი ესე აი ამ სიმოკლით თუ აი რაღაცა აღარ არაერთა ბაბუა ჩემი ბევრად უფრო ისეთი იყო ხოლმე ხო იცი აი ხუმრობით რო გეტყო და რომ აი გაგეხადა შვილო კიდე რამე ჰაჰა თუ რაღაც რა და ბებია ჩემი მაინც ისე რომ აი ახლა იქ ნუნუ ვიღაცა დაინახავს და იქ ვიღაც დალი და ციცო და ასე შემდეგ და ანუ ეს გასათვალისწინებელი არის მეგობრების თუ პროსტა ამბობ არა ეს ბებია ჩემს მეგობრებზე არ ვსაუბრობ ბებია ჩემს მეგობრები კიდე უფრო პროგრესულები არიან ჩემი აზრით მანანა უფრო სახში იცის ხოლმე რაღაც აი კონსერვატორის რეპლიკები რა რომ აი როგორიც არის ვერ გაიყვანა თავისი სისტემიდან და მგონია რომ მათი თავისი ცოტა რთული არის თან რა არ ვიცი აი მე მომწონს როცა ვხვდები
ასაკოვან ხალხს, რომლებიც ძალიან თავისუფლებიანი და ანუ აი ამ ცოტა რებელა სიგიჟის მოყვარულები კი, აი შენ როგორც გინდა და მე ესე უნდა მეკეთებინა და აი ეხლა ვფიქრობ, რომ კიდე უფრო ხომ ეგეთად რო ჩამოყალიბდა თავისუფალი ცხოვრება უნდა გაიარო. შენ ეგეთი ბებო იქნები უეჭველი რა და იმ ანანას, იმათ. ხომ არ გინახი აი მაგალითად ბებიაშენის ბევრი მეგობრები, რომლებიც აი ძალიან რაღაც თანამედროვე ბებიაშენის არ მინახია. ბებიაშენის მეგობრები. არა, ვერ იქნებოდნენ თანამედროვეები ვერა. მე მყავს მოკლედ აი ირაც ახლა მაგალითად ნუ ძალიან თანამედროვეობის ეს არის ჩემთვის განსახიერება რაღაც კუთხით რა ბებიების წარმომიდგენია. ჯერ მიმღებლობა ინფორმაციის რა სიგიჟისაც აქვს ანუ საერთოდ სახში ანუ რეებიც ხდება ანუ ჩვენი ოჯახი არც თუ ისე ნორმალური არის ამიტომ არც ერთი ოჯახი არ არის ნორმალური და ვინც იცახეს რომ ნორმალურები არიან მეტყვი არიციან რომ ვიცით რომ არ არიან ხო და იცი რა არის ეს არის რა ქვია პირიქით ანუ ძალიან პატივს ვცემ და ძალიან მომწონს როცა ასაკოვან ხალხს ხვდები თუნდაც ანუ ევროპაში ან საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა რომელიც პირიქით ანუ ამის რაღაცა წახალისებას ცდილობს რომ პირიქით აბა რა და შენ უნდა აკეთო ის რაც შენ გინდა და შენ უნდა უსმინო შენ თავს ხო რა მაგ ხალხს ცოტა ხوار კიდი ხარ ეგეთ რაღაცას უცებ არა არ მგონია მე მგონია რომ პირიქით ანუ აი კონტროლი ვისაც უნდა შენი და მისი რაღაცა დისციპლინის და რაღაცა სტერეოტიპების და ნორმების და იმ რაღაცებით რიციც გაიზარდა ანუ რომ უნდა რომ ეს შენშიც არსებობდეს რა თქმა უნდა ეხა აქ აღზრდის ელემენტარულ კულტურულ მეთოდებზე არ პირიქით ანუ ყველაფერი ეხლა ეს თავისუფლება რაზეც ვlapარაკობ ხო ფაქტია რომ ჩემი ოჯახიდან მოდის ხო ანუ სადღაც ვნახე და დავინახე რომ ეგ ოკეი არის. მამი და ჩემი იქნებოდა თუ დეიდა ჩემი იქნებოდა თუ საიდან ბიძა ჩემი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ისე ანუ არ ვფიქრობ რომ ეგ რაღაცა სიყვარულით ხდება რომ ადამიანი 24 შვიდზე შეიძლება რომ გისწორებდეს რას როგორ უნდა აკეთებდეს ხდე? ანაი ესენ თუმცა მე ვარ ცოტა ეგ ტიპი. დედებისგან გვაქვს ყველას ეგ. არა, დედა ჩემს ხა ჩემთვის შენიშნა. ხო, ისე ხო. ბავშვობაში არ გეუნებოდა, რომ აი ელენა ესე არა და ისე და თმა ესე გიგ და ესე მე მეუნებოდა. ანუ მაკომპლექსებდა რა, რჩევას არ მაძლევდა. და თვითონ ალბათ ეგონა რომ ანუ რჩევას გაძლევდა და ეგეთი ფორმით უნდა და უბრალოდ შენ იმ დროს ზიანდებოდი რა, თამუნაზე ძალიან ბევრი მახსენდა. ჩვენ აქედან სახში რო წავა შეიძლება აღარ შეგვიშვან. შეგვიშვებენ, იმიტომ რომ მე გაფრენილი ვიქნები შენ. მე მარტო მე დედა ჩემთან წლები აღარ ვცხოვრობ. არც ნუ აქ რო ჩამოვდივარ თამუნასთან. აქეთ არ იყოს შემოსაშვები ეგრევე. ხო და კიდევ კაი მივფრინა, მაგრამ პირიქით მგონია რომ ზოგადად ეგეთი ადამიანები რომ ხდებიან, რომლებიც მეუნებიან რომ ის უნდა ვაკეთო, რასაც ვფიქრობ და ანუ მაჩვენებენ რაღაც უსაზღვრონდობას და მაგ დროს მე თვითონ შეიძლება რომ ჩემ თავს რაღაცები შეუზღო და მიხდი და იქ რო უცებ ხედავ ვიღაცას რომ აი ეს ესე არის და იმან როგორც შეიძლება რომ ესეთი ჩაცმული მაღაზიაში ჩახვიდე რაღაცა იმითი ანუ მინდება რომ ძალით გავაკეთო რომ არა უშავს ხდები ანუ არავინ არ მოკვდება ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად და it's okay აი ეხა ფულზე ვლაპარაკობდით რა და აი ფული შენთვის თავისუფლება არის თუ შიშები ორივე ხანის აი თავისუფლება გასაგებია რატოც არის შიშებზე ვილაპარაკო იმიტომ რომ ნუ პირველ რიგში ეს თავიდან ხო რაღაცას რო კიდე მგონია რომ შენც გქონია ეგეთი გამოცდილება რა რაღაცა პატარას რო იწყებ იქ უფრო ნაკლები რისკი არის რაღაცა და მე ეს თუ ხანგრძლივ პერიოდზე არის გათვლილი და ისეთი რაც შემანარჩუნებელი სისტემა უნდა შეიმუშაო მან უკვე ფინანსები სხვანაირად შიშს გიჩენს რა თან მით უმეტეს თუ ეხა სპონსორი არ ყავს რაღაცა ინვესტორი არ ყავს ან შეიძლება რომ პრივილეგირებული რაღაცა იმიდან მოდიხარ სადაც გითხრა თქვა ჩემმა ოჯახმა რომ აჰა შვილო და რაც კიდე ისქენი მიხდი რთული არის რა იმიტომ რომ პირველ რიგში ის არ არის რომ შენ თავს შეიძლება რომ ვერ შეუქმნა ის ცხოვრების პირობები რაც შენ გინდა ანუ იქ უკვე არის რომ შენ რაღაცა იმაში ჩაები და იქ არის საგადასახადო უკვე შუქი, წყალი, გაზი, ხალხი არის შენზე დამოკიდებული ხელფასი ხდი, ტაქსებში ხდი, იქ ტაქსებს ვინც ანუ ხო ხდები გიკალკულირებს იმ ანუ ყველაფერი და ამიტომ ხო ანუ ამ სფეროში მით უმეტეს სადაც მე ვარ, ანუ იქ ერთი დღე შენ თუ რაღაცას არ აკეთებ, აგებ. აი და ემოციურ ნაწილში დაუნგრევი ვარ ძალიან ბევრჯერ. ვაი 12 უნდა მოვიტანოთ, 7 უნდა მოვიტანოთ, ანუ აი ორ კვირაში და ხო იცი აი ვერავის რო ვერ დაურეკავ და საიდან მოგაქრო აი ჰაერიდან რომ მოდის მართლა ისეთი work მიდის მაგ პერიოდში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, სახლიდან რომ მიდიხარ და ცოტა ეგეთი სკეპტიკური დამოკიდებულება რო არის, რომ აი სად მიდიხარ და ანუ რას აკეთებ, ანუ იქ მე ცოტა ეგოც იღვიძებს და რაღაც ის არის რომ თან პატარა რო ხარ, რომ ჩემითვისო
არ მინდა შენი არაფერი. ჩართულობა და შენი აზრებიც აღარ მინდა. იმიტომ რომ შეიძლება რომ დარეკო, აიცი რა attitude გქონდეს, რომ აი ხო გეუბნებოდი რაღაცა და რომ არ გინდა დარეკო, მაგრამ საბედნიეროდ მე მყოლი აი ხა ბიძა ჩემთან მაგალითად დამირეკავს, რომ აი ფაიმე. ხო, მაგრამ აი ისეთი არ მეგონა ეგეთ რაღაცებს თუ აკეთებ. ხო და აი პირობით დამირეკია რა სულ რომ აი ხა მე ეს მჭირდება და ეს იმიტომ რომ აი ხა თუ ამას არ მოიტან ან უნდა დავკეტოთ ხვდები ან ვეღარ ვხსნი მანჩის ფიზიკურად იმიტომ რომ შევადგით მანჩიში ფეხი 100 ლარი გვედო ანგარიშზე და ნუ ვაჟე გრილიც არ გქონდა რა და მომიწია რომ აი რაღაცა თანხას ვითხოვებ იმის მაგერად რომ თქვა კიდე სესხი ავიღო და ამას დავაბრუნებ აი თუ ნახევარში ამ დროს და უეჭველი დავაბრუნებ ხვდები აი ეხა მითხარი ცოტა ხე მეჭორავე რა მინდა რა გეჭორავ აი ჯერ იმას კითხავ ანუ შენ აზრით ხალხი ხედავენ როგორც აი party girl to business ორივე რომელი გინდა შენ ვისთანაც ხასიათზე არა ეგრე ვარ ხოლმე მე მგონია რომ ენერგიულად შენ თვითონაც ანუ შენ თვითონ რა განწყობაზეც ხარ ვინ ადამიანთანაც ეხლა ვიღაცა შეიძლება რომ შენ რაღაცა შთაბეჭილება ისედაც შეექმნას შენზე და ასედაც მაგას შენ გადამოუკიდებლად მაგრამ შენ რომელი უფრო მოგწონს აი როცა რომელი მჭირდება რა და ეხა რადგან ანუ პარტიებს და ანუ აი იბიცადან დაწყებული ხო ანუ ცოტა მარკეტინგია უკვე ხო ის არის აი მანჩიც თავიდან რატო დავიწყეთ პარტები ხო ანუ უკვე დიდი ის რომ არ ყავდა ბიუჯეტი არ ქონდა პიარის არ ყავდა სააგენტო ანუ მარკეტინგისთვის სალკე ფული არ იყო და მოდი გავაკეთოთ პარტი და აქ მანჩის ანუ ბურგერები მანდ გავყიდოთ რა და ეგრე გავზარდოთ რაღაცა ეს რა ქვია შესაძლებლობა კომპანიის კაპიტალური და მე უკვე მარკეტინგზე აქ აღარ იყო მართლა პირველივე დღიდან გავერთეთ რომ ანუ იმიტომ ვაკეთებდით რომ ეგრე მაგრა ვერ ვერთობოდით ვერსად და მოდი აქ გავერთოთ რაღაც სხვაგან უკმაყოფილო სახით ვისწრეთ რა ყველა ვერთობით აი ეხა მითხარი ჭორი შენზე რომ აი მაგალითად მანჩი წავიღეთ ინვესტორებთან ერთად ესპანეთში ესეთი გიჟური ჭორები როგორც აქ არის ხომ ეს სულ მაგას ვამბობ იქ რო ჩვენ მეგობრები რაღაცას ყვებიან ხომ აი ესეც ხით უზროთ რომ აი არაფერი არ ხო და რაღაც ეგეთი მინდა უფრო და არა ისეთი ეხა თქვი არ მახსენდება ეგე მიდი ირუ დაგვიჭერენ ეგეთი რაღაცები რომ მოყვე არა she said what fuck wait აუ ძალიან ძიმე რაღაცები აი ძალიან ძიმე და პერსონალური მახსენდება ანუ ხო აი ძალიან ძიმე და პერსონალური მახსენდება რა ისეთი რომ აი ხო ყველაფერი გადაკვეთა გვაქვს ანუ პოლიციელებთან რო ვფიქრობ აი რაც ეგეთი მინდა რომ მოვყვე აი ერთ-ერთი ისეთი მსახიობი რომელიც აი ყველასთვის რო ხო აი ბავშვობაში რო რაღაცა TV shows უყურებ და რო გიშდები და აი გიშდათ რო ხარ და აი თუ რაზე რო ჩავედი მადრიდში აი პროსტა მქონდა რა თქმა უნდა რომ აი ამას აუცილებლად გავიცნობ თუ რაღაც და იმ მართლა ერთ-ერთ დღეს ეგრე მოხდა რომ შევედი რაღაც რესტორანში თუ სასტუმროში და უცებ გარეთ დგას თუ რაღაც რა და კაი ანუ რო დეტალებში რო არ ჩავიდეთ ვიღაც ჩვენ მეგობრები ისხდნენ იქ რა და კაი რა სისულელია მილიარდი ფოლოვერი ყავს თუ რაღაც ყავს თუ აი რაღაცა რა და აი პროსტა მიმწერე მესიჯი DM-ში რომ აი ჰაი თქო თუ რაღაც და ეგრევე უკან მოდის მესიჯი რომ ანუ ჰაი თუ რაღაც და ნუ არაფერი იქ რომ გარეთ ხო არ მოვწიოთ თუ აი რაღაც ეგრე და კი მოვწიოთ გარეთ და მართლა ეგრე პროსტა აფირმაციის მაშინ ხო იცი რაღაცაზე რომ წარმოიდგინე რომ ვიღაცა ეგრე მეორესაც წარმოვიდგინე ეგრე ასევე ერთ-ერთი ნუ ხა ესპანური TV show-ები ყველა ამიტომ არ იქნება ხა რთული რომ მიხვდა ხო მე კომენტარებში დავწერ ვიზელაპარაკობს ხა და არ მინდა რომ თქვა იმიტომ რომ ნუ ძალიან ისეთი ეხა კომპლექსური პირადი ცხოვრებიდან მოდიოდა მოკლედ მაშინ და უკვე მაგ სიტუაციაში იყო ამიტომ მე არაფერს ვაშარ ვარ ისაც და ასედაც მაგრამ ნუ და არც ვიცოდი იმიტომ რომ იმდენად არ ვიყავით ჩვენ ჩახედულები თქვა რაღაც ესპანურ ყვითელ პრესაში რომ აზრზე არ ვიყავით და ჩვენ მეგობრები ეგ არ არის ესპანური სოფლიო არის ანუ ხო მაგრამ ნუ მოკლედ არ ვიყავი ეგრე ჩახედული არც ვიცოდით რა მდგომარეობიდან იყო და პროსტ ჩვენმა ერთ-ერთმა პიარის ნუ აი კინგარი მადრიდში და რაღაცაზე ვახსენე რომ იცი რაღაცა მოტოციკლეტით გამომიარა რაღაცა ეგეთი და ხო აი რაღაცა დეითი და უცებ მეყვარს რა ანუ ნორმალური ხარო ანუ რამეო გინახიაო ანუ საცხოვრობო ანუ ხო ხტები რატო რამე გეცვა თუ არა იმიტომ რომ ანუ სოციალურ მედიაზე ეს ხდებაო ნახე გუშინა დაიწერა მაგაზე ეს მოხდა და ანუ რასაკეთებო ანუ ხო კარგად ხარო და ანუ მეორე იყო რომ როგორიც აი სადღაც რო შევედით ამ ადამიანთან ანუ რას ნიშნავს არიცი ვინო რომ 25 გრემი მაქვს ანუ რას ნიშნავს არიცი ჩვენ აქედან ანუ
ის ნუცა რო აქედან წერს, ცოტა დებილი ხარ მე მგონი რაღაც ქართული სიგოიმე გაქვს მე მგონი. ვისი? შანტაჟი ანუ ნუცა მეუნებოდა რომ ეხავსო, ანუ მანჩი ამითი უნდა აყვავდეს რომ ანუ შენ ამასთან ერთად ყავით რო ხარ? უნდა დავრეკომე რომ იქ ხარ, მაგრამ სანამ ნუცა ეს სქემა განვითარდა იქ უკვე ისეთი პანიკა ხდებოდა ისედაც რომ ვაფშე მაგ მე არაფერი აღარ მინდა ხო მიხდი იმდენად მართლა დიდი ამბავი იყო და მაგიტომაც ვერ ამბობ სახელს და ვერაფერს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში აბსოლუტურად ყველას უნახავს ეს TV shows ფილმიც ან რაღაცა რა ამ ადამიანის კი პროსტო ტიპიც იციან ინსტაგრამზე კი ყველაფერი ხო და არა აფირმაციებზე გინდა აფირმაციებზე შემილია რომ გითხრა რომ ყველაფერი რა აი ადამიანის აფირმაციით მოვიდა მოკლედ მე მახსოვს რომ ერთ ასტროლოგთან ვიყავი და ძალიან ისე მითხრა რა რომ ხო აქვს ადამიანს 5 სენსი განვითარებული და შენ არ გიგწნიაო რომ მე-6-ს გაქო და კი მიგწნია იმიტომ რომ რაღაცები სანამ წინასწარ მომხდარა მანამდე მიფიქრე ან წარმომიდგენია ვიზუალიზაცია მქონია რაღაცის ზუსტად ან ადამიანის ხო გეუბნები ან რაღაცა გადაკვეთო უცებ აქ რა უნდა ამას თქვი რაღაცა და ანუ ვიცი რომ ადამიანი როდესაც რაღაცას აგრესიული ფორმით უშვებს ან აფირმირებს ან ცუდად საშინლად და დამიცდია ანუ ის არ ვარ რომ მე მხოლოდ კარგ აფირმაციებს ვაკეთებ არავითარ ანუ ხანდახან შეიძლება რაღაცის ძალიან ემოციური იმპულსური რეაგირება მქონდეს და ძალიან გაუბრაზდე და უცებ რაღაცა ვიფიქრო აი ჩემდაუნებურად მიხდი და მართლა მიხდეს ეგ რაღაცა ხო არაფერში არ მჭირდება იმიტომ რომ ის ადამიანი უშ აღარ მაინტერესებს გასუქდა თუ არ გასუქდა უკვე მიხდი კიდე გთხოვ არაფერი არ ამიხდეს იმიტომ რომ ანუ ფიქრები გაქვს ხო შეიძლება რომ მე ამიხდეს ანუ აი კარგი რომ მინდოდა ძალიან და თურმე ეგრე არის ზოგადად რომ რაღაცას რომ ადამიანი აფირმირებს კარგს, ბევრად უფრო იმდენად შეჩვეულებრივი ვართ, რომ აი ამ რაღაცა ნეგატიურ ინფორმაციის რილმში რაღაც ყოველდღიურად ფუნქციონირებთ, რომ ზოგადად ადამიანს ბევრად უფრო უჭირს, რომ რაღაცა კაი მოახდინოს თავისთვისაც და ემოციური რაღაც ვიცი აფირმაციას როცა ვაკეთებ და ანუ აი აქ და აქ ანუ რა მდგომარეობა უნდა მქონდეს, რომ მართლა მიხდეს რა და ბევრად უფრო მიჭირს, რომ კარგს როცა ვფიქრობ, თქვათ, მაგ ემოციურ მდგომარეობაზე მქონდეს ტანიც და ტვინიც, ვიდრე ცუდს რო ვფიქრობ, რაღაც აი შიშიც რა, ანუ ეგრევე შეიძლება რომ ანუ იცი რა მითხარი, კმაყოფილი ხარ? შენით? ჩვენით. ძალიან კმაყოფილი. არა, შენი თავით პირველ რიგში მოგეწონა ანუ პოდკასტი. ძალიან გავერთი, კიდე მოვიდოდი. მოდი. მართლა. მე იცი რა არის, ბევრი პოდკასტები რო გექნება შეიძლება რომ მე მოვიდე, რომ მე დაგისვა შენ. აუცილებლად. აი სადრო იქნები. სად ვარ ეხაც რა. მართლა? ხო და აი როცა ჩათვლი საჭიროდ რომ შენზე გინდა. შენ როცა ჩამოხვალ მეორე. ხო, აი გაზაფხულის ბოლოს ჩამოვალ. მაშინ მქნათ. აი მანჩის გახსნისთვის რომ ჩამოვალთ, ერთი დღე ავიღოთ. შეიძლება. შენ თუ წაიღებ შენი ხელით. კეჯუბი ვიტყვი. ხო და რო ჩამოვალ თუ მოიფიქრებ მაგასთან მე ვიქნები შენი ინტერვიუერი ძალიან მოგვეცი ხიზილალი და პური ხვიდე ყველაზე საყვარელი ხო ვაფშე შენ არ გინდოდა მე ზეღა ძალიან დამახინჯებული უფრო ლამაზი იყო ეს არ ჩანს ყველაზე აი მაგა ჯუმბერი არის ეთყობა აი ჯუმბერი არის რა აი კვერცხი ცაი რა ქენი მაშრუმები აქვს შენთვის მე შინია შოკოლადის მაშრუმები მართლა ხო მართლა უკვე ნაჭამი გაქვს ძალიან ბევრი რამდენი აია მოდი ჩიოს ცოტა დავშვა thank you